ხუთი რიცხვის ანუ გუშინ თქვენთან მამუკა არა მამუკა მე არა ვარ ჩემი თანამშრომელია მე ვარ მურმან ზარნაცი დამოკიდებული ვარ ერთ სამართლებიდან მოვისალმე გუშინ ის მე ხოლმე რომ მომიტანო მე მამუკას სიუჟეტთან დაკავშირებით პრობლემა აქვს მაგიტო მე თქვენი მესმის მომღერალი ვარ და ვიცი რომ ხმა ეს ხო და მაგიტომ მე არა ჯერ მამუკასთან მე მაგაი თავი დამიქნეთ მაგრამ მამუკა კი თუ არა თქვენ დავინახეთ რომ მე გადავედით და ეს თქვენი თქვენ არა აგიხსნით მე მაგას ანუ ეს დანახვაზე არ არის ეს არის ვიდეო ფიქსაცია კი ბატონო მაგრამ იმ ვიდეოზე დაინახა ბატონო მამუკამ რომ მე გადავკეთე გზა გადაკეტვის დროს იყავით თქვენ სიმხალხე. ხო, ნუ მე გადავკეთე ესე იგი რა, რადგან მეც გავიდა ესე იგი მე თქვენ დაინახეთ ეგა. ამ ყველაფერს თქვენ ამდირო. რომელ საათზე მოხდა? ეს საათი აქ ოქმში არ არის დაგებული. გადმოგცემენ ვიდეო მასალას თუ მოგზავნებით ჩვენთან მერვე სამმართველოში, იქ გადმოგცემენ ყველანაირ დოკუმენტაციას ამას. თქვენ ახლა ზამპატიცეთ. მეცილი ბზანდებით და შეიძლება რაღაც პატივი მაგრამ იცოდით რომ მეც მაქვს ამ რიცხვებს. სადიყავენ მე გადაკეთების დროს და მე რაც გავიგე თქვენ თვალებს არ დაუჯერეთ რაც ნახეთ თუ რა მოხდება არა გასაჩივრების ვარ აქვს არა მე ვიცი ყველაფერი ვიცი პირველი არა მეხუთია უკვე მე რაც ეს მაინტერესებს აი ხა ძალობს კაი კლასმეტად კარგი მომეც ეს არის თვითონ ოქმის ასი ეს შეიძლება კარგი, დიდი მადლობა. არა, ეს არ მეტო. ის კარო არ მოგიწევ. მე ხუთი უბრალოდ თვითონ კი ბატონო, უბრალოდ მე შეიძლება. აი, კარგი. ხო არა, შეიტანე მაგრამ. კარგი, ამა დროებით, აბა, მის გამოჯამწელებას გისურვებთ, კარო ბრძანდებოდი. მოგესალმებით, ჩემო ბატონებო. მე ამ მქონდა უფლება ეხლა არ ჩამეწერა ეს ვიდეო, იმიტომ რომ 70 წლის ასაკში პირველად მომიწია საქართველოს სასამართლოსთან შეხვედრა. ეხლა დასრულდა ჩემი სასამართლო, კალბატონი მოსამართლე ნინო ენუქიძემ 2 საათი დახარჯა იმისთვის, რომ დაედგინა, რომ მე თურმე დამნაშავე ვარ და 5000 ლარიანი ჯარიმა გამომიწერა. ნუ რა უნდა გითხრათ? 2 საათი დაიხარჯა ტყუილად, ამდენი ენერგია დახარჯა მანაც ჩვენს. ვიდრე შეიძლება გამოსულიყო და ეთქვი, იმიტომ რომ არავითარი ის არ აქვს, რომ მე გადავკეტე გზა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ დაჯარიმება უნდა და დაგვაჯარიმებენ. და აი ეს შენობა ჩვენს უკარო დგას, არის გენიალური შენობა, ბატონებო, ვინც სუთხასიათზე იქნებით, აქ უნდა მოხვიდეთ და რატომ? იმდენ კარგ, ნამდვილად კარგ ადამიანს ნახავთ მის შესასვლელში და შიგნით მე არა მაქვს ხედრობაში მოსამართლეები და პროკურორები და პოლიციელები. კარგი ადამიანები, ვინც კი არიან დღეს საქართველოში, დიდი უმეტესობა არის აქ და ეძებს, თვითონ ეძებს თავის სამართალს. ვერც სიტყვით დღეს იყო ჩემი პირველი ესეთი შეხვედრა საქართველოს სასამართლოსთან და მოგახსენეთ უკვე ჩემი აზრით ჩვენ ერთ რამეს ვიტყვი რომ აუცილებლად და შეიძლება მალე ეს მავნებლები უნდა მოვიშოროთ და უნდა აღვადგინოთ, იმიტომ რომ სამართალი თუ არ იქნება ქვეყანაში, ის ქვეყანა არის დაღუპული და ჩვენი ქვეყანას დაღუპვა უკვე დაწყებული აქვს, თუ დროზე არ მოვიშორეთ, ისე რომ ყველანი უსწავლოს და ყველამ უნდა გადავკეტოთ ეს გზები, ყველამ უნდა ვივცოდოთ ჩვენი მომავლისთვის და ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს უკან დგას ჩვენი საქართველო. მოკოცნით, გამაგდით ჩვენთან არის ღმერთი. თეატრალურ ინსტიტუტთან ნამდვილად იგრძნობა დღეს თუ რა ძალა აქვს სტუდენტობას. აი დღევანდელი ეს არის. ეს არის 11 მარტი, ხვალ დილით მივიდივარ სასამართლოში, ჩემი სახის პირველი სახის განხილვა არის და ვნახავთ ერთი რა მოხდება ხვალ. როგორ გამოვალ სასამართლოდან და
რუსთაველზე ყველაფერი გრძელდება. ეხლა გავაიდით რუსთაველზე. სასწაული ხდება, სასწაული. რუსთაველზე ხდება სასწაული. ადა გვაიწეს ეს მე-100 დღეა. აი ნახე ეს როგორ უერთდება. წარმოგიდგენიათ რომ მე-100 დღეს რო ეგეთი ამბავია. ესენი კანონებს იღებენ აგზიანეს არალეგიტიმურად მოგონილი ვითომ მოიგონეს ვითომ მოიგეს არჩევნები ზიანიკა და კანონებს გვიწერენ აი კიდე აი საქართველოს სადაც ხალხი Arikneva Pata Ხალხის ძალის გეშინოდეს ხალხის ძალის გეშინოდეს ვინც არ ახართ რუსთაველზე ძალიან ბევრ რამეს ტოვებთ ძალიან ბევრს ეს 100 დღე იყო აქ სასწაულად დიდი და არ ვიცით კიდე რამდენი მოგვიწევს საკופნა რამდენიც არ მოგვიწევს სამშობლო ორი გადასარჩენი აი ეს არის სამშობლო გამარჯობა არ გაგიგითხოთ ვიცება აბა კოცნი ჩემო საყარლებო მაგარი დღეა დღეს 7 მარტი მე-100 დღე და მე-200 დღე აღარ დაგჭირდებოდი გაშობლები იქნებიან ესენი მაგრამ რამდენი საჭირო აქ უნდა ვიყო ხოსნით ყველას აკა კუისტო წვიდა ჩამოსადება მოიწევთ გზაზე რომ არის სიჩქარს მოვედით ერთო ფესტივალა 2025 წლის 2 მარტს და დროსაც 2 მარტი დიახ თქვენ ყოფილთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძოდ გადაკეთდა საავტომობილო გზა რითაც რის გამოც დაიწყო სამართალწარმოება ადმინისტრაციული კერძოდ ადმინისტრაციული სამართალდამოუკიდებლობის კოდექსის 174 გამოკვლევის მეხუთე ნაწილის საფუძველზე რაც გულისხმობს კიდევ მეტი 5000 ლარია ჩაიბარებთ თუ არა ეს მე რამდენია ახლა ჩემთვის მეორეა თუ თქვენ არცით ეს არა მე მითხრა ერთხელ იყავით თქვენ მოსული მე არ დავხვდით სახში თქვენ ის იგივეა თქვენ პირველად არა მე ხელს არ მოგიწევთ მე მომეცით ისა მაშინ ხო მე არა ხას უარი ხელმოწერაზე უბრალოდ დავიფიქსიროთ უარს ვაცხადებ ხელმოწერაზე მე არ მოვაწერ ოდეში მე გაფრთხილებული ვარ ხელი არ მომწერ ხო ერთი რამ მითხარით რა ვინ არის ვინ გამოწერა გვარი ვისი ხთა ხელით მოხვედით ჩემი გამოწერილია ბატონო არა აი ვინ ჩემი გამოწერილია თქვენი მაშ თქვენ სახელი და გვარი მითხარი მე ვარ გიგა გია გიგა კვეტენიძე ძველი თბილისის პირველ სამეფოს კვეტენაძე ძველი თბილისის პირველ სამეფოს სამშობლო ისე ვაფშე საერთოდ რატო აიღეთ თქვენ თავზე ეს პოსტალიონობა ვერ გავიგეთ თქვენ ამხელა ახალგაზრდა ბიჭები ხარ რა თქვენ საქმე ახლა ის გაკეთება არჯობდა გურიაშიან იმერეთში რომ დახმარებოდით ხალხს და ის ხალხური ჩემი ნახე როცა გინდა ასე არ გინდა საქსი არ რუსთაველზე ხო ისავარდოს და იქ მორძაინდა და ნახეთ ბიჭები კარგად იყავით აბა დროები და შემდეგი რუსთაველზე მოხდა მადლობა ისოც